ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალ ამბებს 4 საათზე სოფო ჩაკვეტაძე გადასცემთ გამარჯვებათ. ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქე ხდება გადაწყვეტილება ამის შესახებ პირადად პრეზიდენტმა მიიღო. ივანიშვილის მოქალაქეობა ნატურალიზაციის გზით მიენიჭა. ბრძანებულება ამოქმედება საფრანგეთში ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე, რასაც ორგანული კანონის 27 და 33 მუხლები განსაზღვრავს. შეგახსენებთ, ივანიშვილს და მის მეუღლეს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის 11 ოქტომბერს პრეზიდენტის განკარგულებით შეუწყდათ. მოგვიანებით სასამართლომ პრეზიდენტის განკარგულება მხოლოდ ეკატერინე ხვედელიძის მიმართ გააუქმა. ამის შემდეგ ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს 2012 წლის 4 აპრილის დასკვნით ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. შეგახსენებთ, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას წინ უძღოდა და რამდენიმე დღით ადრე ივანიშვილის განცხადება პოლიტიკაში მოსვლის თაობაზე. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27 მუხლის პირველი პუნქტის B ქვეპუნქტისა და 33 მუხლის შესაბამისად მიღებული იქნეს საქართველოს მოქალაქედ ბიძინა ივანიშვილი დაბადებული 1956 წლის 18 თებერვალს. ეს ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილის მიმართ ამოქმედეს მისი საფრანგეთის რესპუბლიკის მოქალაქეობის შეწყვეტისთანავე. რა პროცედურების გავლა სჭირდება კოალიციის ლიდერს მოქალაქეობის მისაღებად და კონკრეტულად რას ითვალისწინებთ ორგანული კანონის 27 მუხლი. ამის განმარტებას ახლა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატს ვთხოვთ, ჭავლათ ადუმაძეა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი. მოგესალმებით. როდის დაირღვა კანონი 1 წლის წინ, როცა ივანიშვილს და მის მეუღლის მოქალაქეობა ჩამოართვეს, თუ ახლა როცა პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე კოალიციის ლიდერს ისევ ანიჭებენ მოქალაქეობას? ბუნებრივია, კანონი დაირღვა 1 წლის წინ და ეს კანონდარღვევა დღეს პრეზიდენტმა თავად დაადასტურა, როდესაც საკუთარი ინიციატივით ყოველგვარი პროცედურების გარეშე განსაკუთრებული პირობებით სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. ნაშალვა, კონკრეტულად რა წერია 27 და 33 მუხლებში საინტერესოა? აი, მოკლედ რო განგვიმარტოთ. 33 მუხლი ეს არის მუხლი, რომელიც განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტს უფლება აქვს მოქალაქეობა მიანიჭოს პირს. რაც შეეხება 27 მუხლის პირველი ნაწილის B ქვეპუნქტს, იქ მითითებულია, რომ ყოველგვარი პირობები პროცედურების დაცვის გარეშე შეუძლია პრეზიდენტს სახელმწიფო ინტერესიდან გამომდინარე პირს მიანიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. სწორედ ამ საფუძვლით მიანიჭა საკუთარი ინიციატივით ყოველგვარი პროცედურების დაცვის გარეშე პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა. ბატონო შალვა, რაც შეეხება საფრანგეთის მოქალაქეობის გაუქმებას, რა პროცედურების გავლაა საჭირო და დაახლოებით რამდენ ხანში მოხდება ეს? საფრანგეთის მთავრობას ჩვენ ჯერ კიდევ 2011 წლის ნოემბრის თვეში მივმართეთ მოთხოვნით მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მაშინ საფრანგეთის საკონსულომ გასცა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც განგვიმარტა, რომ იგი ვერ შეუწყვეტდა საფრანგეთის მოქალაქეობას, ანუ ბიძინა ივანიშვილს ვერ დატოვებდა მოქალაქეობის გარეშე, თუ საქართველო არ მიანიჭებდა საქართველოს მოქალაქეობას. აქედან გამომდინარე, იქ ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია. ჩვენ საფრანგეთში ადვოკატს მივაწვდით აღნიშნულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და სავარაუდოდ გაგრძელდება და ახლო მომავალში შეუწყდება საფრანგეთის მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს. ბატონო შალვა, თუ არის დრო გაწერილი ამ ეტაპზე მოკლებული ვარ. დიახ. დიახ, ეს მაინტერესებდა ახლა. კონკრეტულ ვადებზე ამ ეტაპზე მოკლებული ვარ, შესაძლებლობას მოგახსენოთ, რადგან ჯერჯერობით კომუნიკაცია საფრანგეთის ადვოკატთან არ მქონია. კარგი, ძალიან დიდ მადლობას გიხდით. ჭავლათ ადუმაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.